უშინ საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. კალათბურთში თბილისი არენაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თესაუ და ქუთაისი. ამჯერად ქუთაისმა შეძლო ტიტულის მოპოვება და დაამარცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშს 93-ით 76 საბოლოო ჯამში ქუთაისმა უკეთ ითამაშა და მოახერხა ამ მატჩის მოგება. თესაუს ჰქონდა დანაკლისი ამ შეხვედრაში ძალიან დიდი თან ალექსანდრე ფევაძის სახით. ქუთაისი კი უფრო ოპტიმალური შემადგენლობით იყო და კოტეტოგუშის გუნდმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა. გიორგი ოჩხიკიძე იყო მატჩის და ზოგადად ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ქუთაისელთა და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 21 ქულით და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა გამოსვლა. გიორგი სულაბერიძემაც კარგი მატჩი ჩაატარა 15 ქულით დაასრულა მან გამოსვლა. აკაკი თვალიშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლია 13 ქულა 10 მოხსნა. მიშა ბერიშვილმა 11 ქულა ჩააგდა, ხოლო ელაია ჯოინერმა 14. რაც შეეხება თესაუს, აქედან ყველაზე შედეგიანები გლენ აბრამი და ვილი ისიანი იყვნენ. აბრამმა 17 ქულა ჩააგდა, ისიანმა 15, დემონტრე ტომასის ანგარიშზე არის 14 ქულა. მეხუთედ მოიგო ქუთაისმა თასი და მოემზადება უკვე პლეი-ოფისთვის, სადაც ბათუმს დაუპირისპირდება, ხოლო თესაუ რაშის წინააღმდეგ ითამაშებს 23 აპრილს იწყება პლეი-ოფები სუპერლიგაში. პირველ რიგში მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, მხარი დაგვიჭირა, ჩვენ გვერდით იყო, გზნობთ ქუთაისში ჩამოვიდა ხალხი და ეს ვთქვათ, მათ დაუფასეს ყველაფერი, რაც შეეხება თამაშს, საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, ვაგებდით თავიდან, ვერ ჩავეთ ბურთები გარედან, რაც არ იყო ესეც ჩვენი გეგმა, თუმცა შემდეგ შევეგუეთ. რაღაც დაწყნები გამოვიჭრეთ შესვენებაზე, დაცვაში უფრო კარგი თამაშეთ, ვიდრე თესეუმ და სწორედ ეს იყო თავარი, ესე ვთქვათ, რაც გარატეხა შევიტანე თამაშში რა. რაც შეეხება ჩემ თამაშს, ჩვენ ისეთ გუნდს ისეთ კალათბურთს, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაცამ ბურთი აიღოს და ჩააგდოს და თამაში მოიგოს რა. ამიტომ არ გვაქვს ეს რაღაც, რომ აი ვიღაცამ უნდა შეუტიოს. ამიტომ ვფიქრობ, პირველ რიგში ეს ყველაფერი გუნდის დამსახურება არის და ჩემი ტიტულის გუნდის პლეი-ოფი არის პირველ რიგში რა. დანარჩენი მადლობა თესაუს კარგი თამაში აგვიყარა და ეხლა მთავარი მიზანი არის რომ სუპერლიგა მოვიგოთ ქუთაისმა და ისევ ტიტული დავიცვათ. რა თქმა უნდა, პლეი-ოფების წინ ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება. მე მინდა მადლობა უთხრა ქუთაისელ გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს აქ იყვნენ წარმოდგენილები. ასევე მინდა თესაუს გულშემატკივრებსაც დიდი მადლობა უთხრა იმ ატმოსფეროს შექმნისთვის და თესაუს გუნდსაც ზოგადად იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ფინალისნაირი ფინალი იყო დაძაბული ბოლომდე და ვიტყოდი, რომ პლეი-ოფებისთვის ძალიან კარგად წაგვადგება ეს თამაში და ეს გამარჯვება, ეს დადებითი აურა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემს გუნდს ამ ბრძოლისთვის, რომელიც ძალიან რთული 4-თა ფინალი იყო, ნახევარფინალში ჯერ VCS აკადემია, ვიქტორ სანიკიძის აკადემია ძალიან ასე ვთქვათ, დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ, შემდეგ მოვახდინეთ ძალების აღდგენა, დღეს არანაკლები ბრძოლა გაგვიმართა თესო, რაც მოსალოდნელი იყო, ძალიან პრესტიჟულია საქართველოს თასი, რა თქმა უნდა, ქუთაისის გუნდი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და შესაბამისად საქართველოს თასში ჩვენ გეგმებში შედიოდა სეზონის დაწყებისთანავე. მიხარია რომ ამ მიზანს მივახცეთ, მოვიგეთ, მე ჩვენ გულშემატკივრებს, რომელიც ქუთაისიდან იყო ჩამოსული, მათ ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა და მე ვფიქრობ, რომ ამ 4-ხმა ფინალმა დაგვანახა ნამდვილად ის, რომ პლეი-ოფი გველოდება სუპერლიგის, ძალიან საინტერესო იქნება იქ. არავინ არაფერს დათმობას არ აპირებს და ასე რომ რაც შეიძლება მალე ისევ ძალების აღდგენა და თელი ყურადღება უკვე საქართველოს